ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეტანიაჰუ ვაშინგტონში ჩაფრინდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან შესახვედრად. ორი ქვეყნის ლიდერებს შორის ეს პირველი პირისპირი შეხვედრაა მას შემდეგ, რაც თებერვლის მიწურულს ირანში ერთობლივი სამხედრო კამპანია წამოიწყეს. თუმცა მას შემდეგ, რაც თეთრ სახლში დონალდ ტრამპი დაბრუნდა, ბენიამინ ნეტანიაჰუს მასთან 8-ჯერ ჰქონდა აუდიენცია. ეს ყველაფერი კი იმ ფონზე ხდება, როდესაც ახლო აღმოსავლეთში ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს შორის განსხვავებები სულ უფრო მეტად იკვეთება. მჭიდრო კავშირებში უთანხმოება ბოლო პერიოდში საჯაროც გახდა. ეს შტატებში გაფრენამდე არც ისრაელის ლიდერს დაუმალავს. თუმცა მოახლოებული არჩევნების წინ გამოთვლილი დაბალი რეიტინგების ფონზე ნეტანიაჰუს ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი გარკვეულ პოლიტიკურ უპირატესობას მისცემს სახლში. დონალდ ტრამპთან იმაზე მეტი შეხვედრა მქონდა, ვიდრე ნებისმიერ სხვა საერთაშორისო ლიდერთან. ეს დიდი პატივია, თუმცა ამავე დროს დიდი პასუხისმგებლობაც. პრემიერ-მინისტრობის გამოცდილებით ვიცი, რომ ამ რთულ პერიოდში აუცილებელია ვიმოქმედოთ როგორც დიდი სიმტკიცითა, ისე დიდი სიბრძნით. ჩვენ განვიხილავთ დღის წესრიგში არსებულ ყველა საკითხს, რომელთაგან უპირველესი ირანია. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია უზრუნველყოთ ჩვენი უსაფრთხოება და ამავდროულად გავაფართოვოთ მშვიდობა ჩვენს გარშემო. ამ მისიას ერთი მკაფიო მიზნით ვიწყებ. უზრუნველყოთ ჩვენი საყვარელი ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოება, სიძლიერე და მომავალი. ამასთან კიდევ ერთი მიზნითაც მივემგზავრები. ისრაელელი ხალხის სახელით ბოლო პატივი მივაგო ჩვენს მეგობარს, ჩემსა და ისრაელის სახელმწიფოს ნამდვილ მეგობარს, ლინსი გრემს, რომელიც ისრაელის ერთ-ერთი უდიდესი მეგობარი იყო. ისრაელის პრემიერს საპროტესტო აქციით ხვდებიან. პროპალესტინური საზოგადოების მიერ მოწყობილ დემონსტრაციებში ის ომის დამნაშავედაა მოხსენიებული. ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის ერთობლივ კოლაბორაციას ახლო აღმოსავლეთში შეკრებილები კრიტიკულად უყურებენ. For starters, Benjamin Netanyahu is a war criminal. ბენიამინ ნეტანიაჰუ ომის დამნაშავეა. მას ჩვენს ქვეყანაში ადგილი არ აქვს. ერთადერთი ადგილი, სადაც ის უნდა იყოს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პატიმრობაშია. მის მიმართ გაცემული დაკავების ორდერი და არ მინდათ ჩემი გადახდილი გადასახადები ასეთი ადამიანის დასაცავად იხარჯებოდეს. მე მოვითხოვ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ შეასრულოს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ გაცემული დაკავების ორდერი და აპატიმროს ნეტანიაჰუ და საერთაშორისო სასამართლოს გადასცეს, რათა მან პასუხი აგოს იმ ქმედებებისთვის, რომელთა ფარგლებშიც ჩემი აზრით პალესტინელი ხალხის გენოციდი იყო ორკესტრირებული. ადრე თუ გვიან თქვენ პასუხს აგებთ კანონის წინაშე. თქვენ ვერ გაექცევით თქვენს მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხისმგებლობას. ეს მხოლოდ დროის საკითხია. ჩვენ არ დავნებდებით, არ შევწყვეტ ბრძოლას, სანამ ორივე თქვენგანი სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ მიეცემა. ისრაელს ბოლო 2 კვირაა ირანის დაბომბვაში მონაწილეობა აღარ მიუღია. ამ ოპერაციას ვიწროდ ამერიკის შეერთებული შტატები ახორციელებდა. დარტყმების პასუხად თეირანმა ამერიკული ბაზები დაბომბა რეგიონში. ამის ფონზე ისრაელიც დაიმუქრა, რომ ნებისმიერ დარტყმას მათ ტერიტორიაზე ისრაელის ძლიერი პასუხი მოჰყობოდა. საგულისხმოა, რომ უქმეებზე დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანია შეაჩერა. პაუზას ირანით შეუერთდა.